თუ ყველაზე მეტად რომელიმე ერთ ორგანოს უნდა გაუფრთხილდეთ, ეს არის ტვინი, რადგან ტვინი გვხდის ჩვენ ადამიანად, მეტიც მოვა დრო და ბევრი პრობლემა, ბევრი დაავადება განკურნებადი იქნება უახლოეს წლებში, უახლოეს დროშიც გახანგრძლივდება და გაუმჯობესდება მკურნალობები და ტვინს უნდა მოვარო მაქსიმალურად, იმიტომ რომ ტვინი როცა ზიანდება ის ძნელად ან აღარ აღდგება. ჩვენ ასაკთან ერთად თუ კარგავთ ტვინის მოცულობას, 40 წლის ზევით ადამიანი კარგავს ტვინის მასას პირდაპირ გაგებით. ტვინის მასის დაკარგვა არ ნიშნავს მარტო წყლის დაკარგვას და ამ მხრივ ტვინის დაპატარავებას, არამედ იკარგება და კვდება ნეირონებიც, ნეირონული კავშირებიც მათ შორის და 50 წლიდან უკვე ტვინი 1%-ით მცირდება წლის განმავლობაში. ყველა წელიწადში ეს გამოდის დაახლოებით 10%-იანი შემცირება, რაც დიდი პრობლემაა. განსაკუთრებით ტვინის იზუბნები, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე, განსაკუთრებით მგრძნობი არიან ამ ყველაფრის მიმართ და ადამიანი ნელ-ნელა კარგავს სწავლის უნარს, უფრო ნელა ფიქრობს, უფრო ცუდად აზროვნებს და ასე. მაგრამ აქ გვაქვს კარგი ამბავიც. კარგი ამბავი ის არის, რომ არის აქტივობები, რომლითაც გაკეთებაც შენ შეგიძლია ახლა დღეს და რომლითაც შეგიძლია მნიშვნელოვნად გაიმჯობესო ტვინის ფუნქცია. მათ შორის შეგიძლია აღიდგინო კიდევაც დაზიანებული ნაწილები არასრულად და გააჩნია რა თქმა უნდა ტვინის დაზიანებას, არ მოქვს საუბარი, როცა ტვინი დაზიანებულია სრულად, მისი აღდგენა ძალიან ძნელია. მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეგიძლია შენს ტვინში ნამდვილად. მაგალითად, თუ კი ნეირონების დაახლოებით 10-15% დაკარგულია, ეს პროცესი დიდად შექცევადია, 20% თუ დაკარგულია, დაკომპენსირება შეიძლება ახალი ნეირონული კავშირების წარმოქმნის გზით, მაგრამ ახლა თუ 50% დაკარგულია ნეირონების, მისი აღდგენა ძალიან ძნელია. სანამ აქამდე მივალთ დიდი გზაა, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ბევრ რამის შეცვლა რეალურად და პირველი რისი გაკეთებაც შეგიძლია შენ ტვინისთვის არის, რომ ახალი ენა ისწავლო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა თავის ტვინისთვის ეს. თითქმის ყველა კომპონენტი მონაწილეობს თავის ტვინის, როცა ახალ ენას სწავლობ. მეტიც ადამიანები, რომლებიც ბილინგვალურები არიან, ან ბილინგვალურ ოჯახებში არიან გაზრდილები, ანუ ბავშვობიდან ორ ენაზე ვინც საუბრობს, იმ ბავშვებს თითქმის 50%-ით ნაკლები აქვს დემენციის რისკი. ადამიანები, რომლებიც შეიძლება ორ ენაზე არ გაიზარდნენ, მაგრამ ორ ენაზე საუბრობენ ზრდასრულობაში ისწავლეს, 40% აქვს თითქმის შემცირებული დემენციის რისკი. ანუ უზარმაზარი გავლენა აქვს ამას თავის ტვინზე, მეხსიერებაზე და მაშინაც კი თუ დემენცია ემართებათ, ან ალცჰაიმერი ემართებათ, იმ ადამიანებს, რომლებიც ბილინგვალურები არიან, განსაკუთრებით ბავშვობიდან, 5 წლით გვიან ემართებათ დემენცია. ამიტომ რისი გაკეთება შეგიძლია დღეს. ახალი ენა ისწავლო, ან შეიძლება არ იყოს ახალი, შეიძლება იცი რაღაც ენა, მაგრამ არ იყენებ და იმ ენაში, რომელიც იცი და არ იყენებ, ივარჯიშე დღეში 30 წუთი მოვსმინე, ისაუბრე, წერე. ანუ მაგალითად 10 წუთი მოვსმინე, 10 წუთი ისაუბრე, 10 წუთი წერე. დღეში 30 წუთი. და თუ კი შვილს შეიძლება რამე გაუკეთო, ყველაზე კარგი, საჩუქარი, მის ტვინს გაუკეთო, ეს არის ბილინგვალურად აღზარდო, ეს არ არის ქართველობის დაკარგვა, ზოგს რგონია, რომ ისა, არა, ეს არის მისი ტვინისთვის, რომ თუ კი ორ ენაზე დაიწყებს ბავშვი საუბარს ბავშვობიდანვე, მისი ტვინი სხვა დონეზე განვითარებული ვითარდება შემდგომში. და
მთელ სიცოცხლეს დააჩნდება ეს ყველაფერი. აქ არის საუბარი იმაზე, რომ რაღაცა ისწავლო მე მივიწყო. საუბარია იმაზე, რომ რაც იცი, ის თან გამოიყენო. თუ ორ ენაზე საუბრობ, ორ ენაზე საუბარი გამოიყენო. მუდმივად, ყოველდღიურად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არა ის, რომ რაღაც ისწავლო და მე მივიწყო. ასე არა. კვლევებით დასტურდება, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახალ ენას სწავლობენ, ან აქტიურად იწყებენ ახალი ენის გამოყენებას, სამი თვის განმავლობაში სწავლიდან მათი ჰიპოკამპი, ანუ ის ტვინისის რეგიონი, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე, დიდდება, ფიზიკურად დიდდება. ან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. ჰიპოკამპი არის ტვინის ესეთი ნაწილი, რომელშიც ჩვენი მეხსიერება ცხოვრობს რამდენიმე საათით ან რამდენიმე კვირით. მაგალითად, თუ კი რამეს ისწავლი, ან რაღაცა გადაგხდა, ან რაღაცა გაიგე და ასე. ჯერ რა თქმა უნდა, ან ყურით გესმის, ან თვალით ხედავ, ან დაადებ ხელს და გრძნობ, ხო? ამ გრძნობელობითი ორგანოებიდან ინფორმაცია მიდის ტვინში. ტვინი გადაამუშავებს ამ ინფორმაციას. ჯერ აღიქვავს, რომ რა არის. მე გვაქვს სპეციალური ცენტრები თავის ტვინში, რომელიც ინახავს მოდელებს, რომ ეს ახლა რაც განვიცადე, რაც დავინახე, რას გავს, ხო? შეადარებს იმას, ან მოდელს და გაიაზრებს, რომ ეს არის, ამას გავს, ხო? ან მოქმედებს როგორც კომპიუტერი რეალურად რა, რომ დაინახა ბურთი, ჩემ ტვინში არსებობს ბურთის მოდელი და ეს ბურთს გავს და ეს ბურთია დავინახე, ხო? ამის დავინახე უბრალოდ. აუცილებელი არის ამასთან ერთად ყურადღება იმისთვის, რომ ეს ბურთი შეიძლება დავინახო და მილიონ რამეს ვხედავ ისედაც დღის განმავლობაში, მაგრამ ყურადღება საერთოდ არ ვაქცევ და არც მომახსოვრდება. ყურადღებაა საჭირო, ფოკუსია საჭირო იმისთვის, რომ მეხსიერებაში გადავიდეს და გადადის მე მეხსიერებაში. ანუ ჰიპოკამპში გადადის ის, რაც დავინახე, ვისწავლე ანას. და ჰიპოკამპი ინახავს ამ მეხსიერებას რაღაც დროის განმავლობაში. და ჰიპოკამპიდან ან გადავა გრძელვადიან მუდმივ მეხსიერებაში, ან წაიშლება. ანუ ჰიპოკამპი გავს დაახლოებით სასტუმროს. აიღო დიდი ქალაქი, რომელშიც ბევრი ხალხი ცხოვრობს და არის სასტუმროები ამ ქალაქში. და ყველა ჩამოსული ჯერ მოდის სასტუმროში და მე გადაწყვეტს, ეს ჩამოსულები გადაწყვეტენ, დარჩებიან თუ არა ამ ქალაქში. სამუდამოდ. თუ დარჩებიან ამ ქალაქში, ან იყიდიან ბინას ან რაღაცას, ან იქირავენ, იქნებიან მუდმივად ამ ქალაქში, მაგრამ სასტუმროში აღარ იქნებიან, სასტუმროდან გავლენ. იმიტომ რომ ბინას იყიდიან თქვათ. თუ არა და დაბრუნდებიან ამ ქალაქიდან წავლენ თავის გზაზე, ხო? აი ეს სასტუმრო არის რეალურად ჰიპოკამპი და ყველაზე სენსიტიური უბანია თავის ტვინის, რომელიც ერთ-ერთი პირველი ზიანდება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარეა. რატომ მუდმივად მუშაობს ის და იმიტომ მუდმივად მუშაობს. მაშინაც კი მაგალითად როცა ჩვენ გვაქვს მეხსიერების ცენტრები თავის ტვინში, ქერქში და პრეფრონტალურ კორტექსში ეს მუდმივი მეხსიერება, ამიტომ ბავშვების მეხსიერებები ძალიან ღრმად არის და იქ არის სასტუმროში არის სახლებშია და ის ცხოვრობს იმან შეიძლება მთელი ცხოვრება იცხოვროს იქ. მაგრამ ჰიპოკამპი მუდმივად ამუშავებს ამ ინფორმაციებს. ისე არ არის, რომ ერთხელ ჩაიდო ინფორმაცია და ის არის და არის, არა. შემოდის, გადის და ამიტომ ძალიან გრძნობიარეა. ამიტომ არის რომ ადამიანი, რომელსაც მეხსიერება უარესდება, უარესდების ის ძველები ახსოვს, რაც ღრმად აქვს ჩაბეჭდილი. არამედ ეს უარესდება ჰიპოკამპი, რაც აკეთებს. ანუ ახალი ინფორმაციის დამახსოვრების უნარი უარესდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჰიპოკამპი მაქსიმალურად ვავარჯიშოთ, მაქსიმალურად განვავითაროთ იმისთვის, რომ მეხსიერება და არა მარტო მეხსიერება, ყველა დომენი აზროვნების შეგვინარჩუნდეს და იყოს ეფექტური. მეორე რისი გაკეთებაც შეგიძლია შენ ტვინში, არის რომ რაიმე მუსიკალური ინსტრუმენტზე დაკვრა ისწავლო, ან ისწავლო, ან დაუკრა, ან ივარჯიშო. მუსიკის დაკვრა არის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური რამ, რაც შეიძლება ადამიანმა
გააკეთოს საერთოდ ადამიანს რის გაკეთება შეუძლია საერთოდ ამას რა ჭირდება? ჭირდება მოტორული სიზუსტე, დაუკრან თითები, აუდიტორული ანალიზი, ანუ დესმის და უსმენ რას უკრავ და ემოციური ინტერპრეტაცია, ანუ ტვინის მრავალი უბანი, თითქმის ყველა ტვინის უბანი არის ჩართული ერთდროულად. ისეთი პროცესები ტვინში არის ბევრი, რომ რამდენიმე უბანი იყოს ჩართული ან ერთი უბანი, ან ორი უბანი, მაგრამ აქ ერთდროულად არის ბევრი უბანი. ამიტომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებისეულად მუსიკოსები არიან, ცხოვრებისეულად მუსიკოსები იგულისხმება, რომ უკრავენ, არა ის სკოლის ასაკში კი არა და მე კი არ დაანება, მთელი ცხოვრება უკრავენ, თქვათ 30%-ით შემცირებული აქვთ დემენციის რისკი. უზარმაზარი შესაძლებლობაა ეს. ასევე მაშინაც კი თუკი ბოლო 6 თვე რაც დაიწყე მუსიკაში ვარჯიში, სამუშაო მეხსიერება ადამიანს დაახლოებით 20%-ით უმჯობესდება. ამიტომ მუსიკაში როცა ვარჯიშობ, ტვინის სხვა უბნების აქტივობა ხდება ერთდროულად, ასევე დოფამინერგული სისტემა ტვინის ძლიერდება, მოტივაცია იზრდება, სწავლის სიჩქარე იზრდება და დღეში 30 წუთიც საკმარისია პიანო, გიტარა ან კლავიატურა, ის ელექტრონული კლავიატურები, ანუ საკრავები რაც არის, თითქმის ყველა გამოსადეგია და მუსიკის მეცადინეობის დროსაც უნდა ცვალო მუდმივად, ნახევარი უნდა იყოს ახალი რაღაცის სწავლა, ნახევარი გახსენება იმისი რაც იცი. ანუ მუდმივად გახსენება არა, არც მუდმივად ახლის სწავლა არა. ანუ უნდა ცვალო ორივე. მესამე რისი გაკეთება შეგიძლია შენი მეხსიერებისთვის არის სტრატეგიული თამაშები. ჭადრაკი, პირველ რიგში, ბრიჯი, სუდოკუ, ვინც რომელი იცის და ცნობილია, რომ ჭადრაკის მოთამაშეები, რომელიც ცხოვრების განმავლობაში ჭადრაკს თამაშობენ, 25%-ით უფრო გვიან უბერდებათ ტვინი. ეს ძალიან სერიოზული შედეგია რეალურად. ეს ნიშნავს მაგალითად თუ დაეწყოს ტვინის რეგრესი დაეწყებოდა სხვა შემთხვევაში 50 წლის ასაკში, ახლა დაეწყება 65 წლის ასაკში, 15 წლით დააგვიანებს. ან თუ დაეწყებოდა 65 წლის ასაკში, დაეწყება 80 წლის ასაკში, ხო? ეს არის პირველი შედეგი. ადამიანები, რომლებიც კვირაში ორჯერ მაინც სტრატეგიულ თამაშებს თამაშობენ, ჭადრაკს ამ შემთხვევაში მაგალითად 47%-ით ნაკლები რისკი აქვთ დემენციის განვითარების. ადამიანები, რომლებიც ასეთ თამაშებს თამაშობენ, უკეთესი სამუშაო მეხსიერება აქვთ, უკეთესი კავშირი აქვთ ჰიპოკამპთან და პრეფრონტალურ კორტექსთან, ანუ სასტუმროსთან და ეს სასტუმრო ანაწილებს მე ხალხს აყიდინებს სახლებს, ხო? აი სასტუმროსა და იმათ შორის ქალაქის სახლებს შორის კავშირი უკეთესია, განაწილებს კარგად ამ სახლებში ხალხს. ასევე დოფამინურ სისტემაზეც მოქმედებს, მოტივაციას ზრდის, ფოკუსს ზრდის. ასევე აუმჯობესებს პატერნების ცნობის შესაძლებლობას. პატერნების ცნობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. რამეს რო დაინახავ, ხომ უნდა მიხვდე ეს რამე რა არის. აი ეს არის პატერნის ცნობა. რომ ან ჩემ გულში მაქვს, აი პლატონი რასაც იდეებს ეძახდა დაახლოებით ის, რომ იდეურად ვიცი რა არის ჭიქა, ჭიქობა და თუ ხედავ ჭიქას, ჩემ გულში ტვინში არსებულ ჭიქობას ვადარებ და ეს ჭიქა ყოფილა. ეს არის პატერნის ცნობა, მოდელის ცნობა, ანუ და აი ეს უნარიც ძლიერდება, როცა ადამიანი თამაშობს. რა თქმა უნდა, მაშინ არ იცოდნენ, რომ ტვინი ესე მუშაობდა, მაგრამ რეალურად
აი პლატონი მიხვდა მაგას, რომ ტვინი მართლა ესე მუშაობდა. ეხლა ის სხვანაირად იმაშორებდა, სხვანაირად ფიქრობდა, ის არ ფიქრობდა ტვინში ჩადებული იყო ეს პატერნების ცნობა. სინამდვილეში ეს პატერნები საიდან მოდის? ბავშვობიდან. ბავშვობაში ვსწავლობთ რა არის. არას გავს. და მე რომ შეიძლება ჩვენთვის უცნობი რაღაცა შეგხვდეს, ის რაღაცა გავს ამ რაღაცას, ხო? შეიძლება სხვანაირ ჭიქა იყოს, მაგრამ ჩვენ რა ჭიქებიც გვინახია, ჩვენ სულ სამი ჭიქა რო გენახოს ცხოვრებაში, შენმა ტვინმა უკვე იცის, რომ აი ეს ჭიქას გავს და პატერნი, ანუ მოდელი და ეხლა ჭიქაზე რო არ იყოს და უფრო სერიოზულ რამეზე იყოს, წარმოიდგინეთ, რამდენი მნიშვნელოვანია. ანუ განლაგდა სიტუაცია ისე, რომ აი მის მერე ცუდად ახალმე საქმე, ხო და ადამიანი უცებ ხდება რა, რომ ახლა აქ რაღაცა ხდება და ცუდად იქნება საქმე, მოდი გავერიდო აქაურობას მაგალითად, ან რაღაც სხვა ნებისმიერ ან ბიზნესის აწყობაზე, ხო, პატერნის რეკოგნიცია. ძალიან მნიშვნელოვანია პატერნების ცნობა, ან მოდელების ცნობა. აი ამას აუმჯობესებს გადაწყვეტილების მიღების უნარს და სიჩქარეს ზრდის, ანუ თუ ადამიანი თამაშობს რეგულარულად ამ სტრატეგიულ თამაშებს, უკეთესი უნარი აქვს მიიღოს გადაწყვეტილებები. თუ გინდა რომ შენს ტვინს მაქსიმალური სარგებელი მოუტანო, კვირაში 4-ჯერ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში უნდა ითამაშო. მეოთხე მნიშვნელოვანი ტვინისთვის, რისი გაკეთებაც შეგიძლია, არის ცეკვა, საბრძოლო ხელოვნება, ან რამე ახალი ქორეოგრაფიის სწავლა. აქ არის ძალიან მყარი სამეცნიერო არგუმენტი. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ცეკვავენ, 76%-ით ნაკლები რისკი აქვთ დემენციის. 76%. ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ აქვს არაფერს, ანუ არც ჭადრაკის თამაშს, არც სხვა რაღაცებს. 76%. საკმარისია თუნდაც 6 თვის განმავლობაში ადამიანმა ან ტანგო ისწავლოს, ან ტაიჩის რეკლამები ხდება ხოლმე, მაგიტოა, რომ ცნობილია, რომ ტაიჩიზე ვარჯიშს თუ იწყებს ადამიანი, დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ყურადღება უმჯობესდება, ტვინის მუშაობა უმჯობესდება, მხედველობითი და სივრცული მეხსიერება უმჯობესდება დაახლოებით 20%-ით. რა ხდება ახლა, რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი ცეკვის სწავლა, ან ტაიჩის სწავლა, საბრძოლო ხელოვნება ტაიჩი? როცა ასეთი აერობული აქტივობა ხდება, BDNF ქვია, ანუ brain derived neurotrophic factor და რაც ნიშნავს ტვინიდან მიღებული ნეიროტროფული ფაქტორი მოკლედ, რომელიც არის ცილა მოლეკულა მოკლედ და ეს არის დაახლოებით როგორც სასუქი ტვინისთვის რა. როცა ეს ფაქტორი გამოიყოფა, ტვინის უჯრედები იწყებს ზრდას. ასევე როცა ადამიანი სწავლობს, ეს სწავლის ცენტრებიც აქტიურდება, როცა ადამიანი მუსიკას უსმენს, ეს დოფამინური სისტემა აქტიურდება და ჩართულია თავის ტვინის ის ნეირონები, რომლებიც ყველაზე ადრე ზიანდება ალცჰეიმერის დაავადების დროს. ამიტომ თავის ტვინის ყველაზე მგრძნობიარე რეგიონებს უფრთხილდები, როცა სწავლობ ცეკვას. რა რაოდენობაა საკმარისი და სასურველი? საკმარისია კვირაში 3-ჯერ 60 წუთის განმავლობაში ვარჯიში იმისთვის, რომ მიიღო აი ეს ტვინის დაცვის ეფექტი. რომელი ცეკვები არის ყველაზე კარგი და ეს კითხვები არის ხოლმე, თითქმის ნებისმიერი, განსაკუთრებით რომელიც პარტნიორთან არის, ხო, ასევე აი სალსა, ტანგო, ვარჯიშები, ტაიჩის მაგალითად თანამედროვე ცეკვები, ზუმბა და კიდე ბიჭებს
თუ ვისაც უნდა კაცებს კაპოიერა ქვია, თუ სწორად ვამბობ ქართულად, ეს არის ვინთა ტეკენი გითამაშიათ ედი როგორც ბრძოლობდა ხოლმე, იბრძოდა ხოლმე, ეგის ვარჯიშია რეალურად, ანუ ეს არის შერევნარევი საბრძოლო ხელოვნებას პლუს ცეკვა. მეხუთე მთავარი რამე, რისი გაკეთებაც შეგიძლია, არის კითხვა. კითხვა მნიშვნელოვნად ანელებს ტვინის დაზიანებას დროთა განმავლობაში, 32%-ით ანელებს ტვინის დაბერებას. ეს არის უზარმაზარი შედეგი, ანუ კითხვა და ჭადრაკის თამაში ჩათვალე, რომ თითქმის ცხოვრების ბოლოს თითქმის იგივე ტვინი გექნება, რაც ცხოვრების დასაწყისში. ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს ორი აქტივობა ერთად. კითხვა არა მარტო კითხვა, არამედ საუბარი მოყოლა, ანუ რაც აიკითხე მისი მოყოლა, ასევე ჩაწერა, რადგან ამ დროს ბევრად უკეთესად ვითარდება აი ეს ტვინის სწავლის მეხსიერების ცენტრები, თუ კი თან ყბები და თუ კი თან წერ. მეტიც თუ სხვას ასწავლი, ამ რაღაცის დამახსოვრება 90%-ით უმჯობესდება. ამიტომ თუ რამე საინტერესოს მოусმენთ, ან ისწავლით, ან წაიკითხავთ, მოუყევით თქვენს ახლო ადამიანს, ერთი რომ ისიც მიიღებს, ანუ ორი ვაშლის ამბავია, რომ თუ ორი ვაშლი გაქვთ და უბრალოდ თითო ვაშლი გაქვთ და გაცვლით, თითო ვაშლი გექნებათ ისევ, მაგრამ თუ შენც ცოდნა გაქვს, ამასაც ცოდნა აქვს და გაცვლით ამ ცოდნებს, მაშინ ორი ცოდნა გექნებათ. ასეა, ცოდნას თუ მიიღებ, ცოდნა უნდა გააზიარო, 90%-ით გაგიმჯობესებს აი ამ მიღებული ცოდნის დამახსოვრების უნარს. ძალიან მნიშვნელოვანია ან ცოდნის გაზიარების პროცესი. ამიტომ არა მარტო მორალურად არის სწორი, რომ თუ რაღაცა იცი გააზიარო ეს ცოდნა. არამედ სუფთა ფიზიოლოგიურად თუ გინდა რომ შენ ჯანმრთელობას მიხედო, ცოდნა უნდა გააზიარო. ასევე თუ კი კითხულობ, გიმჯობესდება ემოციების ცნობის უნარი, ემპათიის უნარი, გაგების უნარი, სხვა ადამიანის გაგების, სხვა ადამიანის ყავში თავის გრძნობის უნარი, რომ ანუ მე მესმის შენი, ანუ მე მომწონხარ კი არა, ანუ სიმპათია და ემპათია ერთდაიგივე არ არის. სიმპათია არის მე მომწონს, სიმპათია რო გაქვს ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ ემპათია არის მე მესმის. ანუ როცა შენ მართლა გესმის იმ ადამიანის, ეს უნარი გიმჯობესდება, როცა კითხულობ და ეს არ არის ყურით მოთხრეული ინფორმაცია, ემპათიასთან ასოცირებული ნეირონები რაოდენობრივად გაიზარდა დაახლოებით 12%-ით. ეხლა ეს 12% შეიძლება თქვას ადამიანმა, რა არის 12%? თუ მაგ თქვათ 10 ბოთლი, 12% იქნება, მე 11 ბოთლს დაადებ, ხო? ასე არ არის. ტვინისთვის ეს ასე არ არის. საილუსტრაციოდ რომ თქვათ, ტვინს დაახლოებით აქვს 85 მილიარდი ნეირონი და მთელი ამ ასაკთან ერთად სულ კარგავს 7-10 მილიარდ ნეირონს. ანუ თითქმის 10%-ზე ცოტა მეტს კარგავს, მეც კი არა. ანუ ამდენად მნიშვნელოვანია 10% და 10%-ით ნეირონების ზრდა ძალიან დიდი რამეა ტვინისთვის. ანუ იმის თქმა მინდა ამით, რომ 10% თუ თქვათ ჭიქაში წყალი გისხია, იქ 10%-ის დამატება შეიძლება არაფერს არ ნიშნავს შენთვის. მაგრამ თუ ტვინში ნეირონებს დაამატებ 10%-ს, ეს ძალიან ბევრია. კვირის განმავლობაში დაახლოებით 5 საათი უნდა იკითხო.
და თუკი ადამიანები, რომლებიც კვირის განმავლობაში დაახლოებით 5 საათს კითხულობენ, 20%-ით მცირდებათ სხვა რაღაცეებით სიკვდილიანობის რისკიც კი. ანუ ეს შეიძლება კონტრინტუიციურად ჟღერს, რანაირად კითხვამ რანაირად უნდა მოქმედებს. ანუ კითხვა მოქმედებს, ტვინზე მოქმედებს, ადამიანის გაცნობიერების უნარზე მოქმედებს, ადამიანის ქცევაზე მოქმედებს და ჯამში სიკვდილიანობის რისკს ამცირებს. ამბის მოყოლის უნარი არის ასევე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის. როცა შეგიძლია ამბის მოყოლა, მაშინ შენი მეხსიერება უფრო მკვეთრია, უფრო დიდხანს შეგიძლია შეინარჩუნო და რატო ემოციები ამ დროს შეკავშირებულია მეხსიერებასთან, ზოგადად ემოციები და მეხსიერება მჭიდრო კავშირშია და როცა შენ რაღაცას ყვები ამბად, ეს იწვევს ემოციას და ემოციასთან როცა შეკავშირებულია ამბავი, ბევრად უკეთესად გამახსოვრდება. ამიტომ ვერ გამყუნებ იმ ადამიანებს, რომლებიც არის რო იყვნენ, რა ჭორავობენ. ხო, რას ნიშნავს ჭორავი? ნუ, როცა ცუდი განზრახვა აქვს ჭორავობას, ხო, ეგ ცუდია რა თქმა უნდა, ადამიანზე თუ ცუდს ამბობ, მაგრამ მეორე მხარე რა აქვს, ჭორავობა რა არის? ამბავი, რომელსაც უყვები ერთ ადამიანს სხვა ადამიანზე უყვები ამბებს, ხო? და ნუ თუ ამას შინაგანად ნეგატიური კონოტაცია არ აქვს და მაგალითად აი მე თუ მოყვები, ვთქვათ რონალდინიოს ამბავს, ხო? ეს ჩემი ტვინისთვისაც კარგია და ჩემი მსმენელისთვისაც კარგია. და ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს რონალდინიოზე ჭორავობენ, მაგრამ ჩვენ არანაირი ნეგატიური განზრახვა, არც ფიქრი და არც ქცევა არ გვაქვს რონალდინიოს მიმართ, ხო? უბრალოდ ჩვენ საუბრობთ მასზე, როგორც ადამიანზე. ამ შემთხვევაში ეს არც ჭორავობაა, ეს არის უბრალოდ ამბის მოყოლა, რომელიც ტვინისთვის ნამდვილად კარგია. ხო, ამისი ეს რატო ვთქვი ახლა, რომ ამისი გამარტივებული ვერსია, რასაც აი ქალები და არა მარტო ქალები, კაცებიც აკეთებენ ხოლმე, რომ ჭორავობენ, ჩვენ რასაც ჭორავობას ვეძახი. რას აკეთებენ? ამბავს ყვებიან. ამბავს რატო ყვებიან? იმიტომ რომ ადამიანებს ამბავი გვჭირდება. ხო, ის უკვე ჩვენს მორალზეა დამოკიდებული, ჩვენ ვიღაცას სრულად შევხედავთ თუ კარგად, მაგრამ ჩვენ როგორც ადამიანებს ამბავი გვჭირდება. რეკომენდირებული რა არის? დღეში ერთი თემა წაიკითხო და ეს თემა მოყვე. ეს თემა მოყვე და მე მნიშვნელოვანი რაღაცები ჩაიწერო. შეიძლება მოყვეთ სრულად, შეიძლება ჩაიწერო არასრულად, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, რომ ტვინის სხვადასხვა კომპონენტები ამუშაო. და ნუ თუ ასწავლი სხვას, ეს მთლად კარგია. თუ რასაც ისწავლი, იმას ასწავლე გახვალ და სამეგობროში ილაპარაკებ, ეგ ყველაზე კაია. მაგალითად, აი რასაც მოისმენთ ახლა, ეცად დაიმახსოვროთ და მე მოუყევით თქვენ საყვარელ ადამიანებს და უთხარით, რომ აი შენ ტვინი ასე შეგიძლია გაავარჯიშო. ეს დაახლოებით უნდა გააკეთო დღის განმავლობაში 30 წუთის განმავლობაში. ხო, აქ ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ჩემი ვიდეოების მოსმენაც კოგნიტიური აქტია, რომელიც ტვინს ავარჯიშებს. თუ რა თქმა უნდა, გულისყურით მოусმენთ და გაიაზრებთ და მე თუ ვინმეს მოუყვებით, ეგ მთლად კარგია თქვენი ტვინისთვის. ხო. მეხუთე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის აერობული ვარჯიში. მაგრამ საერთოდ აერობულ ვარჯიშზე გადავიდოდი, აქ მინდა თქვა, რომ კითხვა, მოსმენა, მოყოლა და წერა, აი ეს ყველაფერი ერთად თუ არის და ადამიანი ამას თუ დღეში 30 წუთი აკეთებს, მისი ტვინი უკვე 7 წლით გვიანბერდება. რომც დაემართოს რამე, თქვათ ალცჰაიმერის დაავადება ან დემენცია დაემართება 7 წლით გვიან. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანს, მაგალითად დემენცია დაემართება 60 წლის ასაკში თუ 67 წლის ასაკში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას.
ანუ სულ სცენარშიც კი გვიან დადგება ის ცუდიც. მეხუთე მნიშვნელოვანი არის აერობული ვარჯიში. აერობული ვარჯიში როგორც იგივე იყო როგორც ცეკვა და ეს აიჩი ან რაღაც საბრძოლო ხელოვნება მნიშვნელოვანია იმით რომ ეს BDNF-ი ანუ ტვინიდან მიღებული ნეიროტროფული ფაქტორი გამოიყოფა რომელიც ასტიმულირებს ნეირონების წარმოქმნას ჰიპოკამპი იცით რომ ხო აქ იტყვის ადამიანი რომ რანაირად ტვინის უჯრედები ხო არ მრავლდება და რაღაცა არა ეგ იყო მოძველებული ვერსია რომ ტვინის უჯრედებს არ აქვს უნარი რომ გამრავლდეს აქვს სინამდვილეში ოღონდ ცოტა არის ცოტა აი დღეში 700 ნეირონის წარმოქმნის უნარი აქვს 700 ნეირონი ძალიან ცოტა მაგრამ ტვინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მაგრამ ტანის უჯრედისთვის თუ ავიღებთ ეგ ძალიან ცოტაა ანუ ადამიანს ზოგადად რაოდენობითაც შეუძლია წარმოქმნას ნეირონები მათ დაგებისთვის ნამდვილად ცოტაა ის 700 ნეირონი რაც ჰიპოკამპში წარმოიქმნება მაგრამ ტვინისთვის და ჰიპოკამპისთვის სადაც მეხსიერება ფორმირდება ძალიან მნიშვნელოვანია და აი ამ უჯრედების წარმოქმნას ასტიმულირებს 30 წუთის განმავლობაში დღის განმავლობაში 30 წუთით ვარჯიში არის სიარული ძალიან მნიშვნელოვანი სიარული არ არის აუცილებელი რომ იყოს თქვენ ძალიან მაღალი სიჩქარით მაგრამ არ უნდა იყოს ძალიან ნელი არ არის აუცილებელი რომ ათლეტურად იყოს მაინც შეიძლება იყოს სხვა ვარჯიშები შეიძლება იყოს ცურვა შეიძლება იყოს ძუძული შეიძლება იყოს სიარული შეიძლება იყოს ველოსიპედის სიარული რაც მოგიხერხდება და ეს აერობული რეგულარული ვარჯიში დღეში 30 წუთის განმავლობაში ყოველ დღე დაახლოებით 40% ამცირებს დემენციის რისკს. ანუ სიარული, სირბილი, ცურვა, ცეკვა, ველოსიპედით სიარული, ნებისმიერი რაც თქვენ მოგიხერხდებათ, ოღონდ არა დაჯდომა და არა გაჩერება. და შემდეგი და მე ვიტყოდი რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის სოციალური ურთიერთობები და აზრიანი ურთიერთობები. ესე იგი meaningful relationships, ანუ ზუსტად ქართულად რომ თარგმნოთ არის აზრიანი ურთიერთობები. აზრიანი რას ნიშნავს? იზოლაცია კლას ნეირონებს. პირდაპირ გაგებით. ადამიანები, რომლებიც არიან მარტოსულები, 50%-ით უძლიერდებათ დემენციის რისკი. ადამიანები, რომლებიც არიან მარტოსულები, ბევრად დიდი რისკი აქვთ, რომ განუვითარდეთ დემენცია. ანუ პირდაპირი კავშირი აქვს ჯანმრთელობასთან, მარტო იქნები თუ არ იქნები მარტო. მარტოსულობა დაახლოებით იგივე ეფექტი აქვს თავის ტვინისთვის, რაც დღეში 15 ღერი სიგარეტის მოწევას. როცა ადამიანს ეხუმრები, ელაპარაკები, ემოციებს უზიარებ, ინტერაქცია გაქვს, ტვინში გამოიყოფა დოპამინი, სეროტონინი, ოქსიტოცინი, რაც აუმჯობესებს ტვინის კავშირებს, ამცირებს ანთებას ტვინში, აუმჯობესებს ტვინის ფუნქციებს. ადამიანები, რომლებიც სოციალურად აქტიურები არიან, ანუ ეურთიერთებიან სხვა ადამიანებს, 25%-ით ნელა უბერდებათ ტვინი. ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც არ ეურთიერთებიან. დაახლოებით ეს არის 5-7 წელით. და 5-7 წლით უფრო ახალგაზრდა ტვინი და მეტიც. ეს ადამიანები, ვისაც სოციალური კავშირები აქვთ შენარჩუნებული, დაახლოებით 5-7 წლით მეტ ხანს ცოცხლობენ. ანუ სიცოცხლის ხანგრძლივობასთანაც არის დაკავშირებული. ახლა იმ ადამიანებს უნდა შეუტიო, ვინც ამბობენ, რომ შვენივრად ვარ მარტო და არავინ არ მჭირდება, რომ ამბობენ ხოლმე. რა თქმა უნდა, ეს არის არჩევანი, ეს გვენება, მაგრამ
სუფთა მეცნიერულად ადამიანები, რომლებსაც აქვთ წარმატებული კარგი ურთიერთობა, შეიძლება იყოს მეუღლე, შეიძლება იყოს გრძელვადიანი ურთიერთობა, საყვარელი ადამიანი მოკლედ ვისაც ყავთ და როცა ერთად ცხოვრობენ, ამაზეა საუბარი. ამ ადამიანებს 43%-ით შემცირებული აქვთ დემენციის რისკი. ეს არის უზარმაზარი რიცხვი რეალურად. ანუ საკმარისია უბრალოდ სწორი ადამიანი იყო და სწორ ადამიანთან იცხოვრო, 43%-ით შემცირებული დემენციის რისკი აქვთ. თუ კი ურთიერთობა არის სტაბილური, კაცებში იქნა ეს გაზომილი, ანუ მოკლედ კაიცოლი თუ ყავს 11% უფრო დიდი ჰიპოკამპი გაქვს, ვიდრე იმას, ვისაც ცოლი არ ყავს. ანუ ტვინის ის ნაწილი, რომელიც მეხსიერებაზე პასუხისმგებელი, უფრო დიდი აქვთ იმ კაცებს, ვისაც ცოლი ყავთ. ბევრად დამახსოვრება უწევთ შეიძლება, მაგრამ არა, მაგიტო არა, ანუ ზოგადად ტვინი უფრო განვითარებული აქვთ. და 20%-ით ნაკლები აქვთ კორტიზოლის დონე, ანუ სტრესის დონე, ცხოვრებაში ნაკლებ სტრესი იღებენ. ამიტომ კაცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ რომ კაიცოლი ყავდეს. ნუ არ აქვს მნიშვნელობა ცოლი თუ ვინ იქნება, კარგი პარტნიორი ყავდეს რა. ემოციური სიახლოვე ძალიან მნიშვნელოვანია, 25-30%-ით იწევს ოქსიტოცინის დონე და სინაფსური პლასტიურობა იზრდება და ტვინისთვის ეს არის ბრწყინვალე და მნიშვნელობა აქვს face to face relationship, ანუ ინტერაქცია სახით, ანუ როცა უყურებ ადამიანს პირისპირ ხარ, ანუ ცოლი მყავს და გაღმა ეგრე არა, ანუ უნდა ქონდეს იმ ადამიანთან კონტაქტი, მაგ დროს არის ყველაზე კარგი ეფექტი. როცა ადამიანთან აქვს ადამიანს ფიზიკური კონტაქტიც, ფიზიკურად ესაუბრება და ეგ იძლევა ყველაზე საუკეთესო შედეგს. ასეთ შემთხვევაში დამატებით კიდე თუ კი ადამიანს აქვს ესეთი ინტერაქცია ყოველდღიურად სხვა ადამიანთან, 26%-ით შემცირებულია თავის ტვინის დაბერების პროცესი. და ადამიანს ასევე ჭირდება ურთიერთობები კოლეგებთან, მეგობრებთან და ესე დაახლოებით 15-30 წუთის განმავლობაში ყოველდღიური ურთიერთობა როგორც წესი საკმარისია. და ახლა ვიტყვი სხვა ფაქტორებს, რომელიც პირდაპირ არ არის ტვინი, ვთქვათ რომ პირდაპირ ტვინის აქტივობა, რომელსაც შენ ჩაიდენ, ესეთი არ არის, მაგრამ ტვინზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. ესეთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ძილი. ღრმა ძილის დროს იწმინდება ტვინი ტოქსინებისგან, ლიმფური სისტემა იხსნება თავის ტვინში და წმენდს ტოქსინებისგან ტვინს. და თუ კი ერთი ღამეც კი არ გეძინა წესივრად, ჰიპოკამპის აქტივობა განახევრებულია მეორე დღისთვის. ანუ შენი უნარი რომ რამე დაიმახსო, რომ მეორე დღისთვის არის განახევრებული, თუ კი წინა ღამეს კარგად არ გეძინა. საკმარისია 2 ღამის განმავლობაში ან წლის განმავლობაში ადამიანს არ ეძინოს კარგად, რომ არა მარტო მეხსიერება, არამედ სხვა კოგნიტიური უნარებიც მცირდება მნიშვნელოვნად. ამიტომ ძილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ღრმა ძილს განსაკუთრებით. აი დღის განმავლობაში რომ წავძინო იტყვიან ხოლმე, ეგეთი ეფექტური არა, ანუ ცოტა განახლების შეგრძნებას იძლევა, ცოტა მოტივაციას და ენერგიულობას იძლევა, მაგრამ ტვინს დღის განმავლობაში წაძინებები არ შველის. ამიტომ იმას რომ მაგალითად წავძინო, მე ღამე კარგად არ გეძინოს, ჯობია რომ დღისით არ წავძინო და ღამით გაითიშო და ისე გეძინოს, რომ ღრმა ძილის ფაზაში გადახვიდე. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძილში ღრმა ძილის მოწესრიგებაში ეხმარება მაგნიუმის გლიცინატი და მაგნიუმის გლიცინატი 400 მგ ძილის წინ როგორც წესი ნახევარ საათით ადრე. ან გლიცინი 3 გრამი დღის განმავლობაში უსაფრთხოდაც მიიჩნევა და ეფექტურადაც მიიჩნევა. ასევე ხმელთაშუა ზღვის დიეტა
როგორია ხმელთაშუაზღვის დიეტა? ზეითუნის ზეთის ხილი, თევზი, თხილეულობა, ბოსტნეულობა და სრულმარცვლოვანი. და ხილეულობა კიდე. და მთავარი ასევე არის სტრესის შემცირება. სტრესი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამომწვევია ტვინის დაზიანების, რაც იწვევს მუდმივ ანთებას თავის ტვინშიც და თუ კი აქვს სტრესი ადამიანს ერთ თრეშიც კი შეიძლება 2-3% შემოწირდეს ჰიპოკამპის მოცულობა. და თელწის განმავლობაში თუ იქნება შეიძლება 10-14% შემოწირდეს. ეს ყველაფერი გაზომვადია MRI-ზე. ანუ სტრესი გაქვს, ტვინი გიმცირდება. აუ სტრესი არ არის ის რომ რაღაცა ნერვიულობ და არა, ნერვიულობ არა, პირდაპირ ტვინზე მოქმედებს. შენ ტვინს ამცირებს პირდაპირ, ამიტომ სტრესი უნდა შემცირო. აი ეს იყო რის თქმა წმინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ, დააკომენტარეთ ან ნებისმიერი აქტივობა არხზე, დაეხმარება არხის განვითარებას. მადლობა ინტერესისთვის.